Hello, მეგობრებო, როგორ ხართ? ესე იგი, როცა ეპიზოდს პირად დღე არის, ბზოვა არის დღეს და გილოცავთ ყველას. პრინციპში ეს ეპიზოდი რო დაიდება სავარაუდოდ შემდეგ შაბათს, აი უკვე აღდგომის დღესასწაულიც იქნება უკვე შემდეგ დღეს და ამიტომ ვისარგებლო შემთხვევით და აღდგომასაც მოგილოცავთ ყველას. დღეს როგორი დღეა? წინა კვირა სულ წვიმდა და მომავალი კვირაც ძირითადად წვიმები არის გამოცხადებული. დღეს იყო ერთადერთი დღე, როცა წვიმა არ ეწერა, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ დღეს არ გაგვიწვიმდება. თუ დაგვიწვიმდება და ჯანდაბას შაქარი ხო არა ვართ რომ დაოდნეთ არა? ხშირად მეკითხებით ხოლმე კომენტარებში, საწავიდეთ ხოლმე მოკლე მანძილზე, აი ესეთ დროს როცა შეიძლება გაგიწვიმდეს ან შორწასulis მუღამზე დიდად არა ვართ ხოლმე ხანდახან და საწავიდეთ მოკლე მანძილზე რომ აი თან გაგვისწორდეს რაიდი და ასე შემდეგ ცოტა ქალაქსაც რომ გავერიდოთ ეგეთი ადგილი. მაგრამ დღეს სათაურიდანაც წაიკითხავდით, მივდივართ შიომ ღვიმეში, აქვეა ახლოში ცხეთიდან არის რამდენიმე კილომეტრი. წამო ესე ჩავიდეთ, ჯობია. უკეთესი გზა არის. ხო და თან ეხლა წესით უკვე გამწონებულია იქაურობა, მე ზამთარში ვიყავი და სამწუხაროდ ეს იმ ეპიზოდთაგან ერთ-ერთთაგანი არის, როცა მიკროფონი არ იმუშავებდა და მოკლედ მაგ ეპიზოდის დადებას აზრი არ ქონდა. ასე რომ ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება ხოლმე მოტოვლოგერებს, რომ ეპიზოდი მოვამზადოთ და თქვენგან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი თხოვნა გვექნება, მეც და ალბათ სხვასაც, რომ გამოიწეროთ ეს არხი და ანუ დაგეზარებათ ერთი subscribe-ზე მიჭერა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევთ ამით. ასე რომ ეხლა ჩაჩილაუთდით, დღეს მოკლე ეპიზოდი გვექნება, მაგრამ ისეთი გემრიელი, კარგი. ეხლა დღეს ვართ მე და ლურჯი ჯიქსერი, რომელიც ბოლო ეპიზოდებში სულ არის ჩემთან ერთად და შეიძლება კიდევ ვინმე შემოგვიერთდეს თუ არა და მხოლოდ ორი რაიდერი ვიქნებით დღეს. წავედით ეხლა ცოტა ხანი გავჩერდებით ალბათ სმარტთან ან რაღაც დაველოდებით თუ ვინმე მოვა და თუ არა და წავალთ შიომ ღვიმისკენ. წავედით. ვაიმე რა კაია რომ მოტოციკლეტით ვარ. ბიჭო, ამ ქალაქში უკვე აღარც კვირა არსებობს, აღარც შაბათი, სულ საცობია ყოველ დღე. რა ხდება რა, მაგრამ კაი დღეს ბზოვას დავაბრალოთ რომ ისევ ცხეთაშიც მე მგონი რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება ეხლა და ცოტა გადავტვირთული იქნება მოძრაობა. სპორტები უკეთესად დაძურებით ხოლმე ესეთ ვიწრო ადგილებში, ხო, აშკარად. ეს სარკეები მე უფრო გარეთ მაქვს გაფლაშული და ესა რა ქვია. სუმეშინია რომ ვინმე სარკეზე არ გავარტყა. რაც შეეხება ჩოპერს. რაც შეეხება მარია აზამასევას, მე ჭაჭა მარია ძალიან მიყვარდა. მოკლედ კომპეტენტური ადამიანისგან გვჭირდება რჩევა. კითხოთ ხალხს, იქნებ გითხრას ვინმე. ესე მას შემდეგ რაც სცეპლენის იგივე ქართულად კონუსის ფირფიტები შევცვალეთ, ზუსტად როგორც მანუალით იყო, არ ვიცი, ისე შევცვალეთ. ზეთი ახალი შეცვლილი გქონდა და აღარ გამოვცვალეთ და ეხლა მე მაგიზურალი მგონია. მოკლედ ნეიტრალში უჭერს ჩაგდება, სხვა ყველა სიჩქარეში საკაიფოდ ვარდება და ნეიტრალში უჭერს ჩაგდება და თან ისიც როცა დაკოქილია. დაუკოქავზე საერთოდ არა პრობლემა, ჩვეულებრივად ვარდება სიჩქარეშიც და ნეიტრალშიც. თუ იცით ვინმე რისი ბრალი იქნება ეს ყოველივე, გთხოვთ, დაგვიწეროთ. ასე რომ ხანდახან თქვენგანაც ვიტყევ ხოლმე დახმარებას.
დღეს ვენდისის მობირჟავე კამანდაც კი არა. დავბირჟავდეთ ახლა აქ ცოტა ხანი და წავიდეთ მერე შიომღვიმისკენ. ნახე რა კაი ემოთხია. Nice. ნომერიც nice არის. YouTube channel-ი ყოფილა. არიც ვინ არის, მაგრამ თუ კაი content-ს ქმნის, დავუფასეთ მეგობრებო. მოვედით შიომღვიმეში ახლა. ძალიან ლამაზია ქაურობა, ახალი გამწვანებული. სიმშვიდეა, თუმცა დღეს ბევრი ხალხია, ბზოობა რადგან არის ალბათ მაგიტო. ცოტა ხანი გავჩერდებით, დავისვენებთ. პრინციპში ბევრი არ გვივლია, სულ რაღაც 20 წუთში მოვედით. მონასტერში შევალთ და შემდეგ უკანა გზაზე კიდე მოგიყვებით რაღაცებს. საოცარი სიმშვიდე არის აქ რო მოდიხარ. ეხლა შევატყე რომ აქ ფუტკრის კრებიც აყავთ. ეს მეორე მონასტერი. ნახეთ რა სიმშვიდეა, ჩიტების ხმა გესმით? აი ესეთი პატარა ტრიპი გვაქვს დღეს. ესე იგი შიომღვიმემდე გზაში რაღაცები ვისაუბრე, მაგრამ ისე გამოვიდა რომ თურმე ხმა არ ჩამიწერია. ტელეფონზე დამირეკეს და კიდევ ქაქანებ გონია რომ ვიწერ ხმას და თურმე არც არაფერი არ ჩამიწერია. სამაგერად ეხლა უკანა გზაზე აღმოვაჩინე და რაღაცებს გეტყვით, ამ გზაზეც მოგიყვებით, ღირს თუ არა წამოსვლა ამ გზაზე და ასე შემდეგ. პირველ რიგში გეტყვით რომ მარტო თუ წამოხვალთ და დამწყები რაიდერი ხართ, თხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ მოსახვეებში ალაგ-ალაგ ხრეში ყრია, ასევე ძროხის ფეკალიებიც დამნაშავეც ვნახეთ ამ ყველაფრის. საერთოდ არ იცავენ ეს ძროხები მოძრაობის წესებს რა. მაგრამ ძალიან საინტერესო გზაა, ჩვენ ზამთარში ვიყავით ამ გზაზე, სიცივე რო იყო და ასფალტიც ცივი და თანსველიც იყო, ალაგ-ალაგ მოყინულიც იყო და ყინულზე ვიარეთ. ეხლა უკვე ღირს წამოსვლა, თუმცა როგორც
ზემოთ გითხარით, აი ესეთი ხრეშები ყრია, ალაგ-ალაგ და ფრთხილად უნდა იყოთ. თუ ბევრი წამოხვალთ, ამ გზაზე ნუ შეეცდებით მაინც და მაინც გაზაობას, ზუსტად იგივე მიზეზის გამო. უბრალოდ დატკბით ბუნებით, იმიტომ რომ ულამაზესია უკვე. ბოლომდე გამწვანებული არ არის, მაგრამ უკვე ღირს აქ წამოსვლად, იმიტომ რომ ლამაზი არის. შეიძლება გონება გაგეფანტო სადმე ყურებაში სადმე რამეს არ შემოეხლიწოთ. ესეთი კანიონების სტილშიც ძალიან ლამაზი არის აქაურობა და ერთ მხარეს უყურებ ესეთ სალკლდებს და მეორე მხარეს ესე გამწვანებულს. საოცარი ბუნება გვაქვს საქართველოში, მეგობრებო. ნახეთ რა მაგარია. აუ, ბუზი შემიფრინდა ვიზორში და დადის აქ მომყვება ჩვეულებრივად. შეამღვიმელ ბუსს წამოვიყვან თბილისში. ცოტა წავობლინგა? თუ მომეჩვენა? აუ, ეს ჯიქსერები რაღაც ძალიან ავობლინგებს და რა ხდება, რაშია საქმე? რა ლამაზია, ცოტა ხანი გავჩერდეთ. გზიდან გადავიდეთ ყველა ვარიანტში. აი აქ გადავალ გზაზე. აუ რა კაია. ვა, მოიცა. ესე იგი, როცა ესეთ ადგილას ვაჩერებ, აუცილებლად გჭირდება რატომო? იო, აქეთ არ გადმოყირავდება, თუ იქით გადაყირავდება და ემშვიდობები. ვა, რა კაი ადგილია. აბა, ეხლა ჩამოსვლა ადვილი იყო, მაგრამ ასვლაზე ნახოთ როგორ ავართ. ავიყვან ჩანსას თუ რაღაც მოგეხმარება ყონაში. დიახ. ზე როგორც იტყვიან, წვიმა პირში უკავია. რა უხერხული გამონათქვამია, მაგრამ ეხლა დავფიქრდი. მაგრამ რა ვქნა, ეგრეა. თუ გაგვიწმინდება, აი დარდი. აი, ყრია ხრეში ძალიან ცუდად. თან არ ჩანს, ზემოდან რო ჩამოდიხარ. მოსახვევი უწევს და ეს ადგილია კიდე გაფუჭებული. ეს ადგილი ზამთარში რო ვიყავი, მაშინაც გაფუჭებული იყო და როგორც ჩანს არ გაუგეთებიათ. უკვე 6 საათია და საკმაოდ აგრილდა აკეთკე. კაია რომ თბილად ჩაცმული წამოვედით. აუ რა კარგია სახლი მანქანა, ნახე, აი იდეალურ ადგილას ყავს გაჩერებული. და წერა რომ მოდიოდით გზაში იმას გაქანებდი, რომ სიამოვნებით თქო, აი ხა წინ ძალიან დიდი სასაფლაო არის რა და სადაც სასაფლაოა, იქ ყველაზე მეტი სიმშვიდე და სიწყნარია და ხო არ წამოსულიყავი ბაიკით და კარვი და გამეთენებია ერთი ღამე სადმე ესეთ ადგილას. კარგი ჩელენჯი იქნებოდა. დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ მეგობრებო ესეთ გაკეთებაზე. ინტერკომში მეუბნება გულო რომ ეგეთი რაღაცაო არ გააკეთოსო დაუწერე. დამიწერეთ მეგობრებო ეგეთი რაღაცის გაკეთებას თუ აქ აზრი საერთოდ რა ვიცი ეგეთ სისულელეთ. გვინდა დამიწერეთ მეგობრებო აქ მარცხნივ ამოვედით აქ. კაი, მოიცა მე იმას ვიზნო. მედი. გადი შენ, წინწადი. ეს მოდი. მოდი ცუგო. მოგეშინიათ მეგობრებო ძაღლების. წადი. გამოგეკიდა.
პატარა რაიდი გამოგვივიდა დღეს, მაგრამ აი ძალიან გამიცორდა, იმიტომ რომ დღეს უეჭველი უნდა გამოსულიყავ. ჯერ ერთი იმიტომ უნდა გამოსულიყავი, რომ მე თვითონ მინდოდა, ანუ თერაპია მჭირდებოდა მოტოდი. და მეორე იმიტომ რომ აუცილებლად უკვე ყოველკვირეულად იდება ვლოგები, როგორც ხედავთ. ხო და არ მინდოდა რომ დღევანდელი დღე გამომეტოვებია და მართალია პატარა ვლოგი გამოგვდის დღეს. მოკლე მანძილზე ვიყავით წასულები, მაგრამ თავარია რომ გავედით. ასე რომ დღეისთვის სულ ეს იყო, შემოვედით უკვე თბილისში. წინასწარ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, ასევე ბზოვასაც, რადგან დღეს ბზოვა გვაქვს და შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. ახალი ჩილაუთებით და ამბებით. დროებით.